როდესაც პლასტიკი დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, თითქმის ყოველთვის იმას წარმოვიდგენთ, რისით დანახოთ შეგვიძლია. პლასტმასის პარკები სანაპიროზე, ბოთლები ოკეანეში, ნადავლ საყრელები. მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის არადროს ხდება კადრში, რადგან ყველაზე დამანგრეველი პროცესები იწყება არა მაშინ, როდესაც პლასტმასი ჩვენს ფეხქვეშ გდია, არამედ მაშინ, როდესაც იგი თვალთა ხედვიდან ქრება. როდესაც პლასტმასი მიკრო და ნანო მასშტაბებამდე იშლება, ის უბრალოდ ნაგავი აღარ არის. ის იწყებს მოქმედებას, როგორც სრულიად სხვა ტიპის მასალა, აქტიური ნაწილაკი, სადაც გადამწყვეტი ფაქტორები უკვე აღარ არის ნაცნობი ფორმა ან მასა, არამედ მისი უნიკალური თვისებები, მათ შორის ელექტრული მუხტი, რაც ხელს უწყობს მის ურთიერთქმედებას გარშემო ყველაფერთან, მათ შორის ადამიანებთან. ნიადაგში ისინი ურთიერთქმედებენ მცენარეთა ფესვთა სისტემებთან და მიკრობულ საზოგადოებებთან. წყლის გარშემო ისინი ურთიერთქმედებენ პლანქტონსა და საზღვაო ორგანიზმებთან. ხმელეთის ეკოსისტემებში ისინი ზემოქმედებენ მწერებზე, ფრინველებსა და ცხოველებზე. კვებითი ჯაჭვების გავლით მიკრო და ნანოპლასტიკის ნაწილაკები ინტეგრირდებიან ბიოაკუმულაციის პროცესებში და ცვლიან იმ პირობებს, რომლებშიც მთელი ეკოსისტემები არსებობენ. ეს კრიტიკული საკითხი სიზომისეულად არის გამოკვლეული ეპოქალურ მოხსენებაში ნანოპლასტიკის რისკების სისტემური ანალიზი ადამიანის ჯანმრთელობის ეკოსისტემებისა და გარემოსთვის, რომელიც მომზადებულია გლობალური კვლევითი ცენტრის ალატრას მკვლევართა მიერ. ეს მოხსენება აერთიანებს მონაცემებს მიკრო და ნანოპლასტიკისადმი მიზღვნილი 597 სამეცნიერო წყაროდან, რაც მას ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თანამედროვე ნაშრომად აქცევს. ის ამ საკითხს წარმოადგენს როგორც კომპლექსურ რუქას, ნანოპლასტიკის ნაწილაკების ფიზიკური თვისებებიდან დაწყებული, უჯრედებთან, ქსოვილებთან, ორგანიზმებსა და ეკოსისტემებთან მათი ურთიერთქმედებით დამთავრებული. მოხსენება ავლენს, რომ მიკრო და ნანოპლასტიკი არსებობს ჰაერში, წყალში, ნიადაგში, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, კვებით ჯაჭვებსა და ადამიანის ორგანიზმშიც კი. ავტორების მიერ შეგროვებული კვლევა აჩვენებს, რომ ნანოპლასტმასის ნაწილაკები აღმოჩენილია პლაცენტაში, ფილტვებში, ღვიძლში, ტვინსა და სხვა ორგანოებში. მოხსენება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნანოპლასტიკის უნარს გადალახოს ადამიანის ორგანიზმის ყველაზე კარგად დაცული ბიოლოგიური ბარიერები, ნაწლავური პლაცენტური, ჰემატოენცეფალური და სხვა დამცავი ბარიერები. როგორც კი ნანოპლასტიკი უჯრედში შეეღწევს, ის იწვევს დამანგრეველი მექანიზმების კასკადს, რომლების დროს კრიტიკულ საფრთხედ განიხილება ოქსიდაციურ სტრესს, მიტოქონდრიულ დისფუნქციას, ანტებით რეაქციებსა და უჯრედული პროცესების დარღვევას. ამ მოხსენების ავტორები უფრო სიღრმისეულ კითხვას სვამენ, რატომ იქცევა მიკრო და ნანოპლასტიკი ასე, რატომ ურთიერთქმედებენ ისინი ასე აქტიურად ცილებთან, რატომ აღწევენ ისინი უჯრედებში. მოხსენება ნანოპლასტიკის ელექტრობუნებას მომავალი კვლევების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად განსაზღვრავს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ნანოპლასტიკის ზედაპირული მუხტი შესაძლოა არ იყოს საკმარისი ნაწილაკების ქცევის სრულად ასახსნელად. ისინი აყალიბებენ კვლევით ჰიპოთეზას, რომელიც ვარაუდობს შიდა მუხტის შესაძლო უფრო რთულ ორგანიზაციას, ნანოპლასტიკის კანქვეშა ზედაპირქვეშა ელექტრულ სტრუქტურას, დიპოლურ კონფიგურაციებს, მუხტის მარხეებსა და ელექტრეთის მსგავს მდგომარეობებს. ეს განსაკუთრებით კრიტიკული მომენტია, რადგან ის სრულიად ახალ პერსპექტივებს შლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივუდგეთ გადაწყვეტილებების მოძიებას. დიდი ზომის პლასტმასის ნარჩენების შეგროვება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც პლასტმასი იშლება მიკრო და ნანო ნაწილაკებად, რომლებიც ვრცელდება ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ორგანიზმებსა და კვებით ჯაჭვებში, მექანიკური დასოქთავებით მათ სრულად მოშორებას ვეღარ შევძლებთ. ეს ბადებს უფრო ფუნდამენტურ კითხვას. შესაძლებელია თუ არა ასეთი ნაწილაკების არა მხოლოდ აღმოჩენა, არამედ იმის გაგებაც, თუ როგორ შევამციროთ მათი ელექტროსტატიკურად განპირობებული ბიორეაქტიულობა. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ეს მოხსენება საგზაო რუკას სამეცნიერო ძიებისა და ინტერდისციპლინური კვლევების შემდეგი ეტაპისთვის. ავტორების მიერ ხაზგასმულ პრაქტიკულ მიმართულებებს შორის არის საერთაშორისო მონიტორინგის ერთიანი სტანდარტების შემუშავება, შედარებითი გაზომვის მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ყველაზე მცირე ფრაქციებზე, ნაწილაკების ზედაპირის დაბერების პროცესისა და მუხტის შესწავლა და ფართო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ჩამოყალიბება ტოქსიკოლოგებს, კლინიცისტებს, ბიოფიზიკოსებს, ეკოლოგებს, მასალათმცოდნეებსა და ანალიტიკური ტექნოლოგიების ექსპერტებს შორის. ჩვენ შეჩვეულები ვართ კითხვის დასმას, რამდენი პლასტმასი მოხვდა უკვე გარემოში, მაგრამ შემდეგი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: რა ემართება პლასტმას, როდესაც ის თვალისთვის უკვე უხილავი ხდება და რა უნდა გავაკეთოთ მასთან დაკავშირებით. მოხსენება ნანოპლასტიკი, რისკების სისტემური ანალიზი ადამიანის ჯანმრთელობის ეკოსისტემებისა და გარემოსთვის აჩვენებს, რომ ნანოპლასტმასი
პროცესი წარმოადგენს სისტემური რისკის ახალ ფორმას, რომელიც დღესვე უნდა იქნეს აღიარებული როგორც სამეცნიერო, ისე საერთაშორისო საზოგადოებრივ დონეზე, სანამ ეს ნაწილაკები ჩვენი გარემოსა და ცხოვრების კიდევ უფრო დიდ ნაწილად ქცეულან.